მოკლედ ეხლა მე ვიღებ ვიდეო გაკვეთილს როგორ დავდოთ სიახლე ისე რომ ადვილად იპოვოს Google-მა. ესე იგი ჩვენ გადავდივართ საიტზე საიდანაც ვიღებთ ფილმებს srla.com და ვირჩევთ რომელიმე სიახლეს. აი მაგალითად იყოს როგორ გავთ 5 მილიონზე იყოს ჩვენ ვაკოპირებთ სიახლის სათაურს ექსკლუზივის გარეშე და ვსვავთ საძიებო სისტემას ძიებაში ძებნაში, ანუ ვინაიდან არ მოიძებნა ეს სიახლე, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დავდოთ და არ დევს საიტზე. ესე იგი, შემდეგ ვაკეთებთ სიახლის დამატება, ვსვავთ სათაურს. შემდეგ აი აქაც ვსვავთ ტეგებში ვსვავთ სათაურს, ვაკეთებთ გამოტოვებას, მძიმეს და გამოტოვებას. ეხლა ჩვენ მარტო ვაკოპირებთ ინგლისურ სათაურს და გადავდივართ Google Keyword-ზე, AdWords Keyword-ზე. ანუ ეს არის ეხლა ისეთი რაღაცა, საიტი, Google-ის საიტია, როგორ უნდა იპოვო რომელ ლინკებს გირჩევს რა, რომ უფრო ადვილად იპოვოს ხალხმა და მომხმარებელმა შენი სიახლე. მოკლედ ჩვენ ვაკოპირებთ აი ამაში ჩავსვავთ ჩვენი ფილმის სიახლეს და მე ამ საიტს და თლიანად ლინკს, სპეციალურ ლინკს იდეალები რომ გაწოდოს, მოვაყოლებ სიახლეს, სადაც ეს ვიდეო უნდა განვათავსო. ესე იგი, ნიშნავთ წიჭკას და ნიშნავთ აი ამას. точни. შემდეგ წერთ მოცემულ კოდს Springs და წიჭკას გამოვაკლებთ. წიჭკა გამოვაკელით. ეხლა ჩვენ აქ ამ მოგვაწოდა იდეები, წიჭკა გამოვაკლოთ, არ უნდა მოვნიშნოთ იდეები, ანუ რომ მაგალითად ბოლო თვის მანძილზე 90500 ადამიანმა მოძებნა აი რუსული სათაურით. აი ესე. და რაც შეეხება შეეცადეთ რომ იყოს 3-ზე ან 3 ან 3-ზე მეტი სიტყვისგან შედგენილი წინადადება. ჩვენ ამას ვაკოპირებთ და ვსვავთ ისევ ტეგებში, შემდეგ კიდევ მძიმე და გამოტოვება. შემდეგ ვათვალიერებთ და ვაკოპირებთ აი ამას, რადგან 33000 ადამიანმა მოძებნა ესე და ისევ ვსვავთ როგორც ვთქვი ტეგებში, ისევ გამოტოვება, მძიმე გამოტოვება. გადავათვალიეროთ. აი ესე მოძებნა 3600-მა, ისევ ვაკოპირებთ. და ვსვავთ. შემდეგ ისევ გამოტოვება, მძიმე გამოტოვება. და ვაკოპირებთ პირველივეს ესეც მოძებნა 5400-მა, ეს ყველაფერი აქ წერია. და ისევ ჩავსვავთ აი აქ. მოკლედ შეეცადეთ რომ ეს იყოს სრულად, რაც შეიძლება ბევრი ტეგი ჩასვათ. აი ახლა მე ცარიელ ადგილას ჩავსვავ აი ამ ტეგს, soundtracks, რომელიც მოძებნა 3600 ადამიანმა. მძიმე გამოტოვებას ჩავსვათ. და გვეყოფა, ეხლა ვიწყებთ უკვე ლინკის და ყველაფრის დადებას, ვადიდებთ სურათს, კოპიროვა URL-ი და ჩაისმება სურათის ლინკში. შემდეგ გადმოწერას, თუ არ აქვს გადმოწერა კიდე არ აუშავს, ვაკოპირებთ გადმოწერის ლინკს და ჩავსვავთ გადმოწერის ლინკი 1. შემდეგ ვაკოპირებთ დასახელებას და ყველაფერს
ესე და ჩავსვათ მოკლე აღწერაში და სრულ აღწერაში. შემდეგ აღწერას ცალკე გამოვყოფთ და ეხლა უკვე აი ჟანრს სვავთ, როგორც აი აღწერია, ჟანრი არის კომედია მხოლოდ. და თუ რამოდენიმე ჟანრი აქვს დააკლიკავ და შემდეგ Alt-ს და კიდე სხვებს მონიშნავთ, მაგრამ ამას აქვს მარტო კომედია, ამიტომ ვიპოვეთ კომედიას. კომედია. ეხლა შეიძლება players გამოვტოვოთ ესე 2-3 ჩამოვალთ და ვაწყებით მეორე კნოპკას. შემდეგ promote სტრანიცი Alt და F და აქ ჩავდეთ follow. აი ესეთი რაღაცა გამოგვიგდო, ამას დავიწყეთ მოკოპირებას და HTTP-ზე გავჩერდებით. აი აქედან ჰუნდე. შემდეგ ამასაც ვაკოპირებთ და ჩავსვავთ players-ში. აი დავაჭერთ ამას, ეს უნდა იყოს აქ. აი აქ და ვაჭერთ აქ players. შემდეგ ამას აქ ჩავაკოპირებთ და უკვე სად არის სიახლე, ყველანაირად ყველაფერი დადებულია. ეხლა კი ვნახოთ რა და როგორ გაკეთდა. დამატება. სიახლე დამატებულია. აი გამოჩნდა სიახლე. ჩვენ დადებული შევდივართ სლოიაჩი და ვამოწმებთ. ყველაფერი სწორად გაკეთდა, როგორც ხედავთ. მადლობა ყურადღებისთვის.